ჩვენ კლაუს სტუდიაში ვართ, აი ესე ახალ სეზონს ხსნით და ჩვენი სტუმარი არის ბაბატონი ვაჟაბერიძე, ფეხბედნიერი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში და თუ შეიძლება თქვენ შესახებ ორი-ოდეს სიტყვით რომ გვიამბოთ და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ ყველაფერზე, რისი მოსწრებაც კი შეიძლება უახლოეს 40. პირველ წარიგოსანი ფეხბურთელი ვიყავი, ერთი ცოლი მყავს, სამი შვილი, ოთხი შვილი. ძალიან სასიამოვნო. ეკონომიკის სპეციალთა დოქტორი, პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, აკადემიკოსი, ძამიკო სამი აკადემიის აკადემიკოსი ვარ. მიყვარს საქმე, აი სპორტულად მიყვარს საქმე, რომ გადავხდე, გავაკეთო. მერე ფული მიყვარს. ჯერ საქმე მიყვარს, თუ დაამთავრე. და მე თავარია ფეხბურთი გიყვარს? რა თქმა უნდა. აი, მაგით. თავარი არის მაგით. ფეხბურთი ეს არის რაღაც აჩიკო, ფეხბურთმა მსოფლიო პოლიტიკის რანგი შეიძინა. რა თქმა უნდა, ეს პირველად მე ვიყავი 9 წლის ბავშვი, მაშინ, როდესაც ირგვლივ საუბრები რო ისმოდა, როცა არგენტინის ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1978 წელს, ეს ქვეყნისთვის იყო აბსოლუტურად გადამწყვეტი. ყველაფერი გააკეთეს, რომ გონი მთელ მსოფლიოში დაეღუპა, მოდიოდა სასტრაფო და ეს არის ავარია მოხდა და დაეღუპა ლუკეცმა და ვინმე რომ მოეწა აქცევდა რაღაცა დაადებდა ხელში, შეიყო მომართული რომ აიქნებდა ხელს არ მინდა შენი ხელს დადება და ეს მოფერებაო. მომართული იყო მენეტმა რა გააკეთა. თუმცა იტალიის ნაკრებმა მაინც მოუგო არგენტინას მაშინ და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მას შემდეგ მე გავხდი იტალიელების გულშემატკივარი. იმდენად მომეწონა ის ნაკრები. არა მატერაცი თუ ვიღაცა არა, მატერაცი მე მატერაცია იყო ეს რომ იმამ რომ დაარტყა იტალიელების გულშემატკივარი მე ის მატერაცი იყო იტალიელების გულშემატკივარი გავხდი პირველად ქუთაისში ბატონეს მაგარი აღძელი მაგარი მე მგონია ნებისმიერი ჩვენგანი აქედან გამომდინარე მეორე გუნდი იტალიის ინგლისი ვერ იქნებოდა ვერ ეხლა რა არის იცი შეგნებულად ვამბობ დღეს ფეხბურთმა მსოფლიო პოლიტიკის რანგის დონე ხარისხი მოიპოვა. ეხლა რა არის კალათბურთმა რო პატაშორი. კალათბურთიც მოდის წინ. არა გაჩერდა ხა. არა მარტო კალათბურთმა და ფეხბურთმა, სპორტმა საერთოდ. კი. იმიტომ რომ იმდენად კარგი, ახლა ტელევიზორი ჩარტე იმდენი კარგი არის ზეოცნობაც, არის ფეხბურთი, არის კალათბურთი, ყველანაირი სპორტი და ტენისი მაგრამ მე მაინც მგონია რომ ძლეოსნობით უნდა დავიწყოთ რომ ჩვენ გავხდეთ ერთჩვენიერ დღეს მაგარი მორბელები. აი მეოთხედ ფინალში გავიდეთ უკვე ევროპის ჩემპიონატში. აი მე დარწმუნებული ვარ. 72 წლის ვარ, მაგრამ ისე 32 წლის მეტი არა. აი დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ნაკრები მოვად რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება. არა, გიგისმინო, სარბენი ბილიკები აუცილებელია ზოგიერთი სტადიონის. ოღონდ რა არის? იცი ამის ერთი წუთი ვარნონეზო? რა არის იცი? წვნელი გვინდა, წვნელი, რომელიც ქართულ ხასიათს, ქართულ გენობრივ შესაძლებლობებს აწევს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. და აი ამაში თვითონ ქართველები უნდა დაეხმაროთ, თვითონ არ გადაგვარდნენ. ჩვენ 5 წლით ადრე აქ არის პირველად შემოვედით და იმუშავებდით, ჩვენ ზუსტად მაგ შეკითხვა იყო. რა არის საჭირო თქვა ქართული ფეხბურთის მომაღლება და წნელიო, რო თქვით, მე ანჩელოტი იყო თავისუფალი ბავშვი. მე ვიტყვა ჩვენ ვიტყავთ, ბან გახსოვდა მე ვიყვანო დანჩელოტი. მე იყვანა ბრაზილიამ და ბოლივია მოუგო გუში. კი, მაგრამ ეგადიენ სოფლიო პირველობაზე და გასული არიან. ახლა ბრაზილია მე რო ვიყო ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი, აი უკაცრავად რა აი ასეთი თქმისთვის. იმ 6 გუნდში, რომელიც ავტომატურად ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკიდან, მე გავიყვანდი ბრაზილიის ნაკრებს. ამიტომ არ ახალ მე ბრაზილიის ნაკრების მე. ვიჭო, ბრაზილია, ნებისმიერი ფეხბურთ ბავშვი და ნებისმიერი ფეხბურთელი და ნებისმიერი გუნდი, კარგი, იმდენად კლასიკურად თამაშობენ, ნებისმიერს უგებენ ერთმანეთს. ასე რომ მაგი არა, გასაკვირი. რამდენი ყოფილა ჩვენ და სამთაკავშირის ჩემპიონატში ხანდახან ბოლო ადგილიდან ტაშკენტიდან ეგენი უგებდნენ, ხო? ასე რომ ჩვენ ეხლა თავარი მე და მამჩარა კი საუბრობთ ამაზე და ვიცით რომ დღეს სოფლიო სპორტი არის მაღალ დონეზე
და სპორტთან ერთად არის ფეხბურთი ძალიან დიდ დონეზე და თავარი ძალა ის რაც იყო აუცილებელი რომ დაფინანსება არის, ანუ არა ხო კი ბატონო. სასაფული არის იქ არის. ანუ ფეხბურთის და ზოგადად სპორტის ელექტრომამოძრავებელი ძალა თუ შეიძლება ასე ითქვას არის ახლა ბიზნესი, რომელიც გეომეტრიული პროგრესით ეხლა ფართოვდება. ეხლა აი სოფლიო ჩემპიონატზე გასარჩევი თამაშები რო არის და ეს 4-5 დღეა ესე იგი თამაშებზე და თამაში კი არა მოედანზე რომ ნახო ეგეთი ეს ვაშკაცური ბრძოლა თავდადება და შეტევა დაცვა გაერთიანებული ძალით თამაში დიდი ხანია არ ვინახია რატო იმიტომ ზუსტად სოფლიო პირველობა მოითხოვა ეგი და იმ ფულმა მოიტანა ეს ამბავი რომელსაც ფეხბურთელს უკვე შემადგენლობაში მოხვედრას და მისი დაკარგვა მაგრად გაუჭირდება და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და მაგალითი ვიყოთ უკვე ქართველებმა რომ სადღაც აუცილებელია სპორტსმენისთვის დაფასება კონდეს ფულით იმ დონეზე, რასაკვირველია, რა დონეზე თამაშობს. კი ბატონო, აგერ ჩვენმა ნაკრებმა კალათბურთელებმა აგერ 3 მილიონი ლარი აგერ აიღეს, უკვე ეს თანხა ფრანგებთან მოგების შემდეგ და მომავალი დღეს თუ მოვიგებთ ფინელებთან და გვაქვს ამისი ტრადიცია. თითოეულ მოგებაში 3 მილიონი. კი. ბაღნემა რა დაამჩევეთ საბატის მიეცა თავის დროზე ბიჭო ხო 180 მარტი ხოდა შეხედე ახლა ყოველ მოგებაზე 20 მარტი თუ როგორ ნუ ეხლა რასიზამ პერიოდებში ზადო მამაჩემის პერიოდი ნახევარმა ომში გაატარა რასიზამ ასე პერიოდებით მოდის ეხლა დღეს ჩვენ შეხედე ვარსკვლავებიც გამოჩნდა უკვე ვარსკვლავებიც საიდან გადიან ევროპაში იქ თამაშობენ ბავშვები ეხლა რამდენს არ ვიცნობთ ხო რამდენს არ ვიცნობ მაგრამ ერთ-ერთი კაი ვარსკვლავი დიდი ვარსკვლავი კვარაცხელია ხო ყავს კი ბატონო ახლა მაგალითად გუშინდელ თამაშებს უყურებდი და ის იამალიც იამალიც რა რამაგარი ვარსკვლავია ესე კი არა მე გეუბნები არა ვარსკვლავებზე გეუბნები ვარსკვლავი მე მაგალითად დღეს იამალს გუშინ 2 დღე თამაშობს რო უყურებდი იამალს და კვარას ერთმანეთს ვადარებდი ვინჯობია რომელია გაიგე და არა და ორივე გვაჩვენებს მაღალ ვარსკვლავურ თამაშს. კი ბატონო, მაგრამ ამ ბოლოს ვერც ერთი ურტყავს კარგად შორიდან და ვერც მეორე. სამაგიეროდ შეიძლება ვერ ურტყამენ, მაგრამ თამაში თამაშობენ. ამას უკვე ორი გოლი გაიტანა. ხუჩამ აგერ ამურ შეხვედრაში. იმ გუშინ იმან ისეთი გარღვევები გააკეთა და ისეთი საგოლე-პასები გააკეთა, რომ ღმერთმა ესე იგი რატო იცი დღეს უნდა იცოდე რომ როდესაც ევროპას და მსოფლიოს ახალგაზრდა ბიჭები აჩვენებენ ვარსკვლავობას, მე მაგალითს ყველა გებულობს რა ხო პოსტორია და ჩვენც ასე ვიყავით, მაგრამ პელოსი ყურებდით გარინჩოს და იმის და იმგენიდან ევრამაც გამოგვებული. როგორ შეიძლება შევაფასოთ ჩვენ ნაკრების მიერ ჩატარებული ორი შეხვედრა თუ შეიძლება ბატონმა ჩატარებული ორი შეხვედრა ნუ პირველი თურქებთან 3-2 წავაგეთ და ვერ ვითამაშეთ რა და მე მასთან ბულგარეთთან მონეტარად ვითამაშეთ აი ბულგარებს მოუგეს ნაღდაცი კაი თამაში ხო ის რუსებს უნდა კაი იგი კურიცანე птица ბულგარიანი ზაგრანიცა ისე იყო აი მაგარი სუსტი თამაშიას და არა და ბულგარეთს ხო ქეყავდა მაგარი მინდა ყავდა ყოველთვის ავიც ვარო ხო და ახლა მე მინდა მაგ თემაზე ვილაპარაკო ჩვენმა ესე იგი ნაკრებმა ორი სამაგალითო თამაში აჩვენა. პირველი როგორ უნდა ითამაშო და მეორე როგორ უნდა ითამაშო. აი ასეთი. ნუ ეხა პრინციპში აი როგორ არის თამაშო აქ მე პატარა
შესრულებაო როგორ თქვა ეხლა თქვენთან იცით რა არის აი პირველად ხდება ესეთი რამ ჯერცეთი დავაკვირდეთ აგერ სერბეთის ნაკრებმა წააგო გუშინ 5-0 ხო მგონი ჩვეულებრივი ამბავია რომ საკმაოდ ისეთი თავმოყარე გუნდები 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ვიღაც ანადგურებს ხოლმე ჩვენმა ნაკრებმა თან ჩვენი კატეგორიის ნაკრებებზეა საუბარი. მოდი ისიც გავიხსენოთ ესპანეთმა არგენტინას როგორ მოუგო 6-0 ხო? იგივე გერმანიას 6-1 თუ პირიქით იყო. ჩვენ ნაკრებზე ვილაპარაკობთ. ჩვენი ნაკრები აღარ ნადგურდება და 0-3 შემდეგ შეიქმნა იმისი პრეცედენტი. ყოველ შემთხვევაში კალაძის, არველაძეების აი ამ კინკლაძის არ ვიცი ახლა მაგრამ აი უკვე მე შემდგომი პერიოდის ნაკრები აუცილებლად იქნებოდა იმის ტენდენცია რომ 6-0 დამარცხებულიყო 6-0 7-0 სავსებით შესაძლებელია როცა გუნდი ასე ჩვენ დროს 6-0 ყველა დაკუსა თქვენზე საუბარი არა ენციმში დიდი ხნის განმავლობაში გოლს თუ უშვებდით რაც დამოუკიდებელი გახდა საქართველოს ხო გოლს თუ უშვებდით ის თამაში პრაქტიკულად იყო წაგებული მოტრიალებული თამაში ჩვენი ნაკრების არავის არ ახსოვს დღეს 3-0 კინაღამ მოვაბრუნეთ ბოლო წამებზე შესანიშნავი ბურთი აიღო თურქეთის ნაკრების მეკარემ ის თამაში ფრედ თავრდებოდა საერთოდ ვიღაც იტყვის რომ 10-ნი იყო 9 კაცით იყო აგერ პარის სენ-ჟერმენი ბაიერნის წინააღმდეგ და გოლი გაუშვა არ არის ეგრე ადვილი შენ რომ თურქეთის ნაკრებს თუნდაც გოლი გაუტანო როცა ეხა ესპანეთზე საუბარი არ არის ვინც საერთოდ 6-0 მოუგო ჩვენ ჩვენ თამაში გარეთ არის ესპანეთი ამ ორმა თამაშმა და პირველი თამაშის წაგება იმხელა დიდი სიმძნე და სიმდიდრე გვაჩუქა რომ ეხლა ერთ რამეს აგიხსნით აუცილებლად ესე იგი ჩვენმა ნაკრებმა ეს პირველი თამაში 3-0 როცა ააგო შემადგენლობა უკანა დაცვის 3-2 ხო როცა 3-2 ხო ესე იგი როცა ააგო წარმოიდგინე რომ იქ დაცვის მხარე იყო ძალიან ცენტრალური ზონა მეტად ძალიან სუსტად ბევრია საუბარი 3 მცველი ხო შეხედე მეორე თამაში ხო არის თამაში 3 მცველი მაგრამ მეორე თამაში ჩვენ იმხელა ორი დუეტი შევიძინეთ ერთად აი ეთერე რომ აი იამალის და კვარაცხელიას გვერდით რომ თამაშობენ ოიცი მაგრად აი ესეთი ვარიანტი გამოგვივიდა და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს მხარე არის მარცხენა მხარე ესე იგი პირველად ეხა ჩვენ სულ ადრესულ ფიქრობდი რატო არ ათამაშებენ მარცხენა ფლანგზე დამცველად აზაროს აზაროს მახსოვს პირველად დააყენეს არ ვიცი ხო აი შესანიშნავად ჩაერთო თურქეთის ნაკრებთან ხო და ახლა მომისმენთ ესე იგი აი დუეტი ზაი დუეტი აზარო კვარაცხელია რა თქმა უნდა შეხედე ეს ეხა რაში იყო სიძლიერე შეხედე იმდენად კარგად მოდის აზაროვი წინ აზაროვი ისე იმდენად კარგად მოდის ისეთი კაია შეტევაში ისეთი კაი სიზუსტე სპასები აქვენ რომ შახტარის შემადგენლობაში ბარსელონასთან იყო საუკეთესო მოთამაშე მეტი რაღა გააკეთოს ხო და პარასთან ერთად კაი ძალიან მაგარი მარცხენა ფლანგი შევიძინა ძალიან დიდი ბოდიში და მწვრთნელს ეს არ უნდა იგრძნო თურქეთთან თამაში აი ხო და კიდევ კაი რო მეორე ხო იგრძნო კაცო ხო მეცა რა მეორე ხო მე მიკვირდა რატო არა აი ეს გიკვირდა ახლა რო კამათო დაგერთო არა თამაშის ესე იგი ჩვენ ისეთი ამ წაგებით ისეთი დუეტი შევიძინეთ რომ ბევრს რომ მოენატრება და ერთი რამე ყველა უნდა იცოდეთ რომ ეს ბიჭი არის დასაფასებელი აუცილებლად აი დასაფასებელი და რითინა კიდე ერთი დასაფასებელი ეხა არა მაგის ითვალა მაშინ ნახავთ რა მაკეტზე ესე იგი даже სამ ცენტრალურ დამცველში აქით გაიგე ფლანგზე გაიგე და მარჯვნივ 3-4 ხო მაგალითად ფლანგებზე
ფანგებზე ისეთი მაგარი შეტევები შეუძლია ჩაატაროს, როგორც ნახევარდამცველის თამაშიც აქვს. იმიტომ რომ ძალიან ბევრ კაის აკეთებს ჩვენ ნახევრიდან იმგერის ნახევარზე რომ გადადის. ნამდვილად. შეტევის. ესე იგი ეს ორი დუეტი ახალი ამბავი არ არის ბატონო რეზო. ვაიმე, აბა გუშინ მაშინ თუ არ იყო, რატო არ იზახოდი დაგამდე მაგარი თუ ვერ გეტყვით. მე იმის არ იყოს, ანჩელოტის არ იყოს, რო ვიზახოდით, ჩამოვიყვანთ ანჩელოტიო, ვიმე. შენ არ იზახოდი, მაგრამ ჩვენ ხო ვიზახოდით. ხო, ამიტომაც დღესაც იმაზე ვართ, რომ ანჩელოტი უკვე არა, ამას წარმავალი აუცილებლად ისევ როგორც გვარდიოლა სხვათა შორის. უკვე აღარ არის იმ ზენიტში. გვარდიოლა სხვები მოდიან უკვე, სხვა მწვრთნელები. მითხარი საქართველოში. ლუის ენრი საქართველოში. ხო, მინაყოფ საქართველოში რომ მოდის და ვიღაციდან სწავლობს. აი ეს ცოტა ხო, ამიტომ ჩვენ გავჩერდეთ. ამიტომ მე ჩვენ კლუბებს რომ ჩვენ არა, ჩვენთვის ჩვენი კაი იქნებოდა რომ ეს ბატონმა რეზომ შუქურათი მოიგო თამაში. ახლა გასვლაზე. აი ბატონო რეზო და ბატონო მანუჩარა. ვერცერთი ვერ გააკეთებ. ბატონო მანუჩარას რო უყურებ, გაიგე? ჩვენ სოფლიო დონის ფეხბურთი გვაქვს თამაშები. სოფლიო ამაშია საქმე. რატო გამიგვირდება ჩვენ რომ თურმე მოგება შეგძლებია და კაი თამაში, ხო ანუ? ხო, აი რაღაც ორი კაცი და ვისაც უნდა შუქურათი ლუის ენრიკე ვერ მოიგებს. მე ოდიშვიხტი ჩაგეტრები. ესე იგი რუსების ნაკრები, რუსეთი და რუსეთის ნაკრები საერთაშორისო დონეზე აი ისე ბოდიშვიხტი ამ სიტყვაზე ისე ეზიზღებოდათ, რომ ამის ფეხბურთელებიც საქართველო იყო, უზბეკეთი იყო, უზაინოვი იყო, თუმარაშევსკი არავის არ უყვარდა. სამხის ადამიანი არ უყვარდათ. მურთაზ ხურცილავა, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ჩვენი დათო ყიფიანი, სოფლიო დონის ფეხბურთელები იყო ესენი კაცო. სოფლიო დონის ფეხბურთელები იყო. კახიასათიანი, თურქეთის ნაკრები და კახიასათიანი. ვლადიმერ გუცავი, რომელიც დაასახელეს იმ მადრიდის ტურნირის საუკეთესო თამაშად. ალექსანდრე ჯურაძე, რამა შენგელია ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი. ბიჭო, ორჯერ ხო და ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ესეთი რაღაცები ახლა ჩვენ აგები და მომჭარავე ველაპარაკე ვითქვათ ტრადიციები აქვს საქართველოს საქართველოს საერთოდ არ შეიძლება ეხლა ბაზონორჩი დავანებოთ წარსულს და ვილაპარაკოთ ხვალ რა ვქნათ აგერაგზე მწვრთნელები კონსულტანტები გამოცდილი ფეხბურთელები რომელსაც სოფლიო დონის ხვალ რა უნდა ვქნათ ნაკრების თამაშზე თუნდა არა საერთოდ ქართულ ფეხბურთზე საბავშვო ფეხბურთი სტადიონები და მეტი კონკურენცია რაც აუცილებელია უკვე იმისთვის რომ ცოტათი აიწიოს თუნდაც ხორვატიის, სლოვენიის აქამდეც ძალიან დიდი მანძილი გვაქვს, იმიტომ რომ თითქოს უკან მივდივართ პირიქით. ეხლა 10 გუნდს გახდი, 16 გუნდს გახდი, 18 გუნდს გახდი, თურმე მნიშვნელობა არ აქვს, უკან მიდის ჩვენი შედეგები ევროსასებზე. ჩვენ საქართველოს ნაკრებმა კი არა, საქართველოს ფეხბურთს არა უნდა ქნას. აი ამაშია საქმე, ამით უნდა ჩვენ რითი დავეხმაროთ. ჩვენ რითი დავეხმაროთ და ჩვენნაირი ადამიანები. ჩვენ რითი უნდა დავეხმაროთ, იცი? ჩვენ რა ყარო დავიჭირეთ აგერ ისა მარცხენა ფლანგზე, ორი ვარსკვლავი. რაიგე იმგეს ფეხბურთელებს უნდა უთხრათ მაგალითად ეგეთ იმგეი ბატონო რაიგე ახლა მარჯვენა მხარეს უნდა შევქნათ ასეთი ვარიანტი მე ცენტრი უნდა შევქნათ ეგეთი ვარიანტი არის ბევრი კაი გვაჩვინა ამ ბულგარეთმა იმიტომ რომ მაინც 100-ად ვიცია ყველას გოგონა რომ მეორე თამაში 3 ცენტრალურად იქნებოდა არა 4 და 2 დადრა მაგრამ ერთი ისეთი შეცვალა და დააყენა რაიგე რომ ცენტრალური დამცველის ფუნქციები ცენტრში კარგად შეივსო. ეხლა ჩვენ კარგად ვიცით, აგერ ველომანჩარას ვლაპარაკობ, მაგრამ ცენტრალური დაცვა, ცენტრალური ნახევარ დაცვა, საყდენი, ძალა, ეს ყოველთვის არის სიმდიდრე. საყდენი ნახევარმცველი არის ძალიან დიდი ნიშნობის ფეხბურთი. ივანი თამაშა, ხოჩარაში, ხო? კი, მაგრამ აი ოთარ კიტეიშვილი დაგვიბრუნდება და ეს იქნება ძალიან დიდი ძალა. ხო, ნუ ეხლა ოქტომბრის თვეში, ოქტომბრის თამაში. მერტმაკნას, მაგრამ ჩვენ გიორგი ჭაკვეტაძეს ჩვენ უნდა გვინდა
გვინდა ვთქვათ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ბიჭო, აი, კიდე იყო საუბარი ამაზე, აუ ჩაპატაძე არა. აუ შეიძლება არ ითამაშოს კვარამ, ბიჭო. აუ შეიძლება მეკარემ არ ითამაშოს, ხო? ბიჭო, ჩვენ ეს ამას უნდა მივეჩვიოთ. შემცვლელი ყავს მეკარის. ხო, მეცადე მეთვაქრას. მაგრამ სადნახე არა, როგორ არა, რომელიღაც აფრიკულ გუნდს რო ეთამაშეთ აქ, ამ ხანაგური შეხვედრა მაგრამ ნებისმიერ მეკარეს მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი არის მეორე მეკარე ჩვენი ძირითადი მიზანი არის ნაკრები მაშუხარ მაგარი ძნელი მაშუხარ ძლიერი ფეხბურთელები მაშუხარ ძლიერები როდესაც თლიანობაში არ გეშინია ვის დაგაკტება და ვაიმე ამის მაგირად რა ვქნათ გაიგე ეს გამორიცხული გძელის კამი უნდა ქონდეს და ამ გძელს კამს გძელის კამი მოდის როგორ ყოლება საქართველოში თბილისის დინამო და ტორპედო ლანჩხუთის გურია გაიგე ასეთი გუნდები ბევრი კაი მოთამაშეები აი გძელის კამზე ბატონო არჩელი პირველ რიგში მე მოგესალმები თქვენ ბატონო არჩელი მივესალმები ჩვენ ტელევიზიის მაყურებლებს საუკეთესო სურვილები სპორტში უამრავი სიხარული და წარმატებები და ბედნიერად მიმაჩნია ჩემი თავი, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ეკონომისტი კაცი, მართალია მეცნიერი და სხვადასხვა, მაგრამ ორ გრანტთან ერთად, ბატონ რეზოსთან და ბატონ მანუჩართან ერთად როზი ვარ. ბატონ რეზო დაცვის პროფესორი, ჯაიჩი ბესტი რა ვიცი ვინ არ დაკეტა და მანუჩარი ნახევარდაცვის აკადემიკოსი. ბლოხინი და ბრუჟიხინი ლოხიდან ძალიან ძნელი იყო ხო თან ვერაფერი ვერ ქვა ვიცოდე იგი ერთ სამჯეროთი ვარ მე რა მინდა ვთქვა ბატონ არჩილ რომ აი გძელს კამზე იყო ლაპარაკი ჩვენ თუ ბავშვებზე არ ვიფიქრეთ ბავშვებზე გძელის კამი არ გვექნება ამაში ესა ნუ 10 წელიწადი 20 წელიწადი ითამაშოს 15 წელიწადი ითამაშოს კვარაცხელია და ასე შემდეგ მე ვინ მოვა აი ეხლავე თუ არ დავიწყეთ ამასინად მე ინტერნეტში ვნახე პატარა ბავშვი 6-7 წლის სასწაულებს აკეთებდა ეს პელეზე დიდი გახდებაო დავიღუპეთ მაგას როგორც კიდე ინახავენ დაიწყებენ უკვე ვარსკვლავად მონათლავენ და გაფუჭდება ბავშვი ვეღარც მივა იქ მე მახსოვს მე ხირო წავიდა ბატონეზო მე ახსოვს არქანია ყავდა ეს ისა კატასტროფები რაღაც რო შექმნა ვარშავაში საერთოდ ვეღარ ნახე ეს ბავშვი მაგრამ შეხედე იქ ქუთაისმა გადაგარჩინა ესე იგი მიშამესხის მაგივრად მე ვიდა ერთის მაგივრად ორი ძმა ლევო და გივინოდია ეს 11 ნომერის ადგილი მარცხენა კრაი გაიგე კი მართალია მიშამესი არ იყვნენ მაგრამ ორივე სულ ბომბარდირი და სულ საგოლო მომენტები და ლევო მაგრები მაგრამ თბილისელებმა მშობლებს ხო შეუთვალეს ამ ორი გაჩენას ერთი პელე გაგეჩენებია მე კებიანი ხო გააჩინეს თბილისელებმა ხო გააჩინეს არაბანო აგერ ხო ასე რომ ერთი პელე იყო იგიც ხო ბატონო არჩილი აი ამ ბავშვების იმაზე არ ვიცი ბატონი მანუჩარის ინიციატივით დავიწყეთ ბავშვებზე ფიქრი და ძალიან საინტერესოა ისეთ ტელეგულის საკითხი არ ვიცი ბატონ პრემიერს ქონდა გუნებაში ეს სხვათა შორის სპორტის დიდი გულშემატკივარია და მიხარია რომ ყველგან ზის ამ უდიდესი სტიმულია ამ ძიმე ყოფის მიუხედავად დაემთხვა თუ რაღაცა და ჩვენ მანუჩარ მაჩაიძემ ბატონმა რეზომ წამოვიწყეთ ერთობლივად რაღაცა ბავშვებზე ზრუნვა და დაემთხვა მთავრობის დადგენილება 3 ივნის ჩვენ დავიწყეთ მაისში, უпростоრად აპრილის ბოლოს მაისში და 3 ივნის პრემიერმა გამოსცა ბრძანებულება თავისი სტანდარტული წესით პროგრამა უნიკალურია. ვერ ვიტყვი ახლა რომ აბსოლუტურად ყველაფრის მომცემია, მაგრამ ეს არის მომავალზე ზრუნვა. და რატო? და მე იგივე დღეს გაუმჯობესებას ექვემდებარება და დღეს ბატონო არჩილი, დღეს ფეხბურთი ეს არის სოფლიოს პოლიტიკის რანგში აყვანილი, მაგრამ ეს უფრო სუფთა არის, ვიდრე ნაღდი პოლიტიკა. იქ მთელი რიგი სიბინძურები ხდება. რადგან სუფთაა და ქართველები გარკვეულწილად კანონმორჩილიც ვართ, შრომელებიც ვართ, თავიანთი პატარ-პატარაცული გადახრები და ასე შემდეგ, მე მიმაჩნია რომ ძალიან დიდი საქმეა. მივესალმები და მე
ალბათ ყველა მშობელი სახით ახლა მე 3 შვილი მყავს 8-10-12 წლისანი და აი ეს უკვე წარმოვიდგინე ეს ბავშვები როგორ ენთუზიაზმით იწყებენ დღეს ფეხბურთში მონაწილეობის სურვილს ვარჯიშს და ასე შემდეგ 7 საათზე დგებიან ვარჯიშობენ ჩადიან სტადიონზე და ცივი წყლით იზლავენ კუნთებს და ასე შემდეგ აი ეს პროგრამა რომელიც 3 ივნის გამართა მთავრობის დადგენილება 194 ეს არის შესანიშნავი ჩვენ სამარცხვინო ჩვენი ხელისუფლებისა არა გვაქვს ჩვენ იდეოლოგიის პროგრამა სად მივდივარ ერთ ვიცით რომ ევროპაში მივდივარ არ მოვდივარ ბატონო და წადით ეხლა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე იწოდებს ავს რომ მეო ნიკო ნიკოლაძის შვილი ვარო ის ნიკო ნიკოლაძია რომელიც თავის დროზე ევროპიდან წერდა არ ენდოთ ევროპელებს თუ არა ან დაგიპყრობენ როგორც ალჟირს ან გაგდაცვენ როგორც ინდოჩინეთსო არა ეს მაინც ევროპელი და ის მია და წამოაყენა ეს ძელდება შავკავებელი ხო გასაგები ეხლა რა არის იცი ამ იდეალურ პროგრამასთან ერთად რომელიც მართლა სახელმწიფოზეა არა მარტო შვილებზეა მშობლებზეც არის ზრუნვა იმიტომ რომ შვილი დადგება იქნება ჯანმრთელი იქნება ივარჯიშებს ეს შობლებს სიხარულია კაცო ბავშვი რომელიც ბატონ რეზოსთან მე მიმეჩნია რომ ბატონ რეზო დღეს საქართველოში არის მწვრთნელის წვერვალი როგორც ქართველი რომ მასთან ივარჯიშებს ბავშვი და ბატონი მანუჩარი ალბათ რაღაცა მომენტში ახლა რაღაცა პრობლემები გადახდება თეორიულად ფსიქოლოგიურად გარმონიულად ყველანაირად გაჩნდება და გაურჩევს ჩემშიც მაგალითად მურთაზ-ხურცილავამ საყვედური უთხრა რომ მეტრა ნახევარში არასწორად იდექი შენოდა იმიტომ გავიდა გოლიო თავდასხმელი წამოიყვანა დააყენა დაცვაში და მეტრა რასამო მურთაზბიძიაო მეო 15 წუთი მერე გავიდა არა შენ აუძე მოიგერიო მე კუთხურზეო და კუთხური გაგიტანეს აი ეს ბავშვი უნდა ჩადო მე მახსოვს ბატონი კახი კავსაძე პელესთან იღებდა იმას და ხან ნაბადი შემოაყვია ხან ხანჯალი მოტანა შეშინდა კაცო ეს ვის შემომიჩნდა და გაურბოდა და ყვებოდა პატრიარქთან მისაღებში ვიჭექით 12 ღამის 10 საათზე დაგვიბარეს და სტუმრები ყავდა 12 საათზე მიგიღო პატრიარქმა და აი გივი ბერიკაშვილი ქალბატონი გულიკო ჩაფიძე ლაპარაკობდა მან გითხრა რომ ბრაზილიაშიო რიო დე ჟანეიროშიო ერთ-ერთი წარმატებული ბავშვთა გუნდიო მოიყვანესო იმაზეო და 10 წუთი დარჩეს ნებაო რომ რიო დე ჟანეირო ცენტრალურ სტადიონზე ევარჯიშა 10 წუთი და აბსოლუტურად სარიელი სტადიონიო დადგა მეკარე და ურწყავდნენ კარშიო და ერთმა ისეთი ლამაზი ცხრიანიო რომ აი ლამის იმას ხარიხარცა და იმ ძელს შეეხო რა და მწვრთნელმა დაუკრა ტაშიო ეს ბავშვიო ადგაო და რადგან მწვრთნელმა დაუკრა 4 კუთხით მიესალმა ცარიელ ტრიბუნებსო ქართველი ბავშვი რო ყოფილიყო შეამკობდნენ რაღაც ბიძური სიტყვებით აი ამ ბავშვმა იგრძნო რადგან მწვრთნელმა ტაში დაუკრა რომ ესე იგი დაუკრა მთელმა სტადიონმა 215,000 ჯდებოდა თავის დროზე ახლა არ ვიცი მარაკანა სტადიონზე რიო დე ჟანეიროში და მაყურებლებს გადაუხადა მადლობა ესე იგი რა დონეზია მე თურქეთში ვიყავი 90 ვისეკის იმაზე და კასეტა ღერიან არჩილ ტრაპეზონი არჩილ და შოტიკო მე ვინა ვიკითხე ჩვენი ქართველებიო რაღაც ასაული სიმღერები შეთხზეს და ტრაპზონ სპორი წინა იმიდან გადმოიყვანეს იმაში ვისი მოძებნულია ეცი მაგენი მე და მაუნჩარასი აი კერო არა საერთოდ არ იყვენ არცად და თბილისის დინამო და სამთაკავშირის ჩემპიონატი რო დაინგრა მე და მაუჩარა დავდიოდით დინამოზე სტად ვარჯიშობდით და მოუყარეთ ებოშები და არველაძე სამივე კაიგე იმას რეზოს უთხარი მე იყვნენ შენი ტყუპების თქვა კაიგე ამასაც მე ეწუნა უცბად და ვარჯიშობდით და პრეცი მაშინ რევოლუციური დღეები იყო და ხალხი ბიჭები გადიოდნენ იმაშობოდნენ ხო იცი გამსახურდიას როლის სიმღერას თამაშობდნენ და ჩვენ თხარ ბიჭებო იქ კარგი არაა თქვენ საქმე და 24 საათი ვიყავით ბაზარზე და ღამის 3 საათიდან 6 საათამდე ვარჯო კალათბურთის მოედანში
ხო და კაც გამოვიდნენ მითო არველაძეები, კინკლაძეები, ჯამარაულები, ყაველაშვილები აგერა ვართ ორი კაცი თუ არა გამეიყვანეთ თვითონ და უთხარით იყო ასე შვილო ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი ვალი გვაქვს და ვიცით და დღეს ახლა შევეთქვი ხო იმანო დაარტყა და ცხრიანში შეაგდო იმას და უწახადე და მოდი აგერ შვილო წამოდი და 1-2 საათი დღეში კიდე ეგი ვარჯიში გაიგერო ერთხელ გამოგიდგა ჩელებაძესავით ხო ჩელებაძე პენალი მე როგორც ვიცი ილია დათუნაშვილი კი კარგი რომ ავტომოდა ვარჯიში ხო რატო იცი მაგას უნდა და ლაბანოვსკიზე კაი ყოფილიყო ფლანგზე და მუშაობდა გაბიოდა კუთურზე პატარა ბიცს რო ბურთი მიეწოდებინა თურმე ბადონარჩი ბურთი არველაძეების გამო ხო აიცი რო ეს მთელი ტრაბზონსპორი ეს გუნდი და კი კათოლიკ თურქები და რაღაც სასწაულად უყვარდა ხო და იყიდებოდა დიდი კასეტები იქ შვეს ხელახლა ფეხბურთი ასეთი პოპულარული ტრაპეზო აი ამ ხელა კასეტები იყიდებოდა ვიყიდე და ჩამოვიტანეთ ჩემ შვილებს დავჭექი და უყურებდით და ურჩევდნენ ეს არის 1974 წელი 94 წელი აპრილი კარგად მახსოვს 23-24 აპრილი და რა სასწავლინე ბადონეზო ბურთი პატარა ბავშვი მიდის როგორ უნდა დაარტყას ბურთს წვერი კი არა, აი ტერფი. მე ასავლის როგორ შეიძლება არა, ბავშვები. თურქეთში ესე იგი მე არველაძეები შევხვდი, მოვითხოვე რა, დავედი და იმას ვთხოვე თარჯიმას და წავიყვანა რადუნისა. ესე იგი, თავში უნდა ურტყაო, რომ მივდივარო, რომ პარალელურად გამომყოსო პასი მივცეო. აი უნდა 7-8 ჯერ უნდა უთრო. მაგრამ 94-დან 2000 წლამდე აკაშუქური და ვიღაცები მოვიდნენ უკვე ანგრევდნენ რატო ტელევიზია გადავიდა ბავშვმა როგორ უნდა დაარტყას როგორ უნდა შეარჩიოს ადგილი როგორ უნდა მოიქცეს და სხვა ტელევიზია გარგადებიდა 1969 ასევე უნდა დავიწყოთ ჩვენ ბატონ დინი იმაზე რო ყავს რუსთაველი წამოვიყვანოთ ის ხალხი და ვასწავლოთ ფეხბურთი აგერ ფუტსალებით ეყო ჩვენ ახლა მოგიშვენ მე არველაძეები ახლა ჩვენ ის პერიოდია რომ დაიგრა ყველაფერი ხო და არცად რომ არ მიშობენ დაჟე ფეხბურთიდან ხო გამოვედი ჩვენ სამაში საქართველოს და ამხანაგურა ისეთი ჩავაწყეთ რაღაცები და ბავშვები რო არიან ესეთი რო არიან ბავშვები თურქეთში უთხარით ამხანაგური თამაში ჩამოვარდა ვითამაშეთ რამოდენიმე თამაში ერთი ორკვირიანი შეკრებას დავაკეთეთ იქ და კაი და შევედით ახლა შევედით და სტადიონზე ვართ და ესეთი ბიჭები ზიან და სანამ დაიწყებდით ვარჯიშს სანამ დაიწყებოდა თამაში ეს არველაძეები ზიან იმაზე მაგიდაზე იმას ბალანს ხო და ბურთი უჭირავთ ასე ერთი ფეხში და კენწლიან ერთმანეთს გადაცემენ გადმოცემენ ბურთი არ ვარდება ძირს გაიგე და თავით ააგდებენ იმას და მე ვიდა და კრუგი გააკეთეს იმგერმა თურქეთის ფეხბურთელებმა ეს რას უყურებთ გაიგე ესე იგი ბავშვობიდან ახლა მაგის ბაბუა ძმაკაცობდა ბასაღოგობერიძესთან ჯერჯერობით მერე თვითონ მაგის მამამისიც ფეხბურთელზე ფანატიკოსი და სახში ნავარჯიშები ეზოში ნავარჯიშები ქუჩაში ნავარჯიშები ბურთი არ ჩამოუშვეს ბიჭო და ეიქიდან ჩაავლეს თვალი და კეცე იყონეს მე იქიდან მაგიდან საიდან დაიწყეს ამიტომ რაზეა ლაპარაკი ყველაზე პირველად ბრძნელი მშობელი უნდა იყო ოჯახი უნდა იყო აი თუ გინდა რომ შენი შვილს შეაყვარო ეგი დედიდან უნდა დაიწყო მამიდან უნდა დაიწყო ბაბუიდან უნდა იყო მეზობლობიდან ხო და ეხა პრინციპი იმისი რომ ჩვენ ბუნება გვაჩუყა ღმერთმა ისეთი რომ საფეხბურთო გვაქვს ამიტომ როცა გაგიხარდება მაშინ გაზდი პელე იყო გარინჩა იყო მეტრეველი იყოს და მიშასხი იყო ეხლა იამალია ყვარაცხელია შეხედე საქართველოს ვარსკვლავურობაში უკან არავის დარჩება ყოველთვის ყველა პლიადაში დიდმადლობა ეს უნდა იცოდეს მთელმა ერმა ბატონორეზე არა რატო იციან ხო მაგრამ ერთი რამე კია საჭირო რომ მაინც ჩვენ ყველაზე დიდი ესე იგი
პიროვნება, ვინც ფეხბურთი შექმნა, ეს ორი კაცი იყო. სტალინი და ბერია. რომელიც ესე რომელმაც ესე იგი საუკეთესო მცველები სადაც იყვნენ, სულ ჩვენთან მოდიოდნენ. საჯები გვეწინააღმდეგე. იაკუში, ახლა მაგის პატარა იყო, ყოველთვის იყო საჯობა ეს პატარა რაღაცები, მაგრამ მით უმეტეს მერე სტალინი მაგი რომ მოგდა, მერე იყო მაგი. აბა, როცა ქრუშჩოვის პერიოდი. ჩამოართვეს. ხო, მოიცალეს მაინც. ხო და რა ვიცი, ჩვენ ერთი რამეს უნდა მეოჩით, ვაიმე, გუშინდელი თამაშები, ესე უნდა დეგეჯინას ყველა მაგენი. ესე გუშინ 2-3 თამაში აგერ ახლა 2-3 თამაში ისეთი თამაში იყო, ბიჭო, ესე იგი ფეხბურთელი არ გაჩერებულა. იქით დაძაბულობა, ბრძოლა, ჯახი, ენთუზიაზმი, ჯიგარი, ყველაფერი იყო ბიჭო გუშინ. ფეხბურთი არის. ხო, ბატონო, ესე იგი ბატონო ფორმულა. ბავშვი სტადიონზეა? არა, აქ ბურთი უნდა წავიდეს, დაცვა, თავდასხმა, მეკარეა, უნდა იშოვოს, ბურთი გაიტანოს. არა, მაგი კი არა. მე ვნახე ბატონო რეზომ ერთხელ როგორი ვარჯიში ჩაატარა პატარა ბავშვებთან და ეხლა თქვენთან მე მეკნება ბატონო ვაჟა შეკითხვა, აი მაინც როდისთვის უნდა ველოდოთ, რომ ბატონი მანუჩარი და ბატონი რეზო ავარჯიშებენ ახალ. აი ჩვენ ახლა პატარა საკის მე და მამუჩარა 24 საათი ასე ვსაუბრობთ, ვნახულობთ ერთმანეთს. დიდი მადლობა. ეს გადაგვაქვს მერე. იმიტომ რომ უნდა აგე ტელევიზორით ყველასთან. დიდი მადლობა ბატონო არჩილ. ეს არის ყველაზე სასურველი, ყველაზე ეფექტური, ყველა შინაარსიანი კითხვა რა თქვენ ახლა დასვით. პროგრამა არის იდეალური. ინფრასტრუქტურა გნებავთ, სისუფთავე გნებავთ, სტადიონი გინდა და ბავშვების მიზანი, რომ ბავშვი დღეს სკოლიდან მოვიდა თუ არ წავიდა სკოლაში, უკვე რაღაც იმედი გაუჩნდა. წავიდეს ივარჯიშებ და იქნებ ევროპის რომელიღაცა მუნჩიო. იქნებ ბატონ რეზოსთან მოხდეს, იქნებ ბატონ ჩვენთან ისე რაც მოხვედრილია. ეხლა მე გეუბნები, აი ამ დადგენილებას არ უნდა ამოეფარნონ აი ეს ლიგინდარა ფერმა მშენებლები ქართველები. ვაიმე ჟურნალისტებმა ბინათ მშენებლები უკვე რადგან ქართველების ბინა უკვე აესია ვიყიდეზობა ვისაც აღარ აქვს ფული ვერ იყიდეს ფერმებს აშენებენ რომ უცხოელები ჩამოვიდნენ მე ასე აშეგნებულად ვამბობ უცხოელები ჩამოვიდნენ ფეხი თუ მოიკიდეს და რატო ფერმა იმიტომ რომ ჩვენი ხარისხი პირდაპირ თქვა მშენებელი $200-300 აკეთებს ერთ კვადრატული მე 1300 2000-3000 და ტყიდის საშინელი მდგომარეობაა მაგრამ მაინც ყიდულობს ამ ფერმას იმის გამო რომ ფეხი მოიკიდოს. გაახსნეს კარი ბატონო და დაწყებული ქვეყნიერება შემოეცია საქართველოს. თითქოს აქ რაღაცა კომიტეტის ხდომა. ისე გახსნილ კარებზე მიდიან კიდევაც. საშინელება. უფრო ცოტა მიდის ვიდრე. არ უნდა მოეფაროს ამას ვიღაც ბიზნესმენები რაღაცა. მე ხელისუფლებიდან მაგალითად მიმაჩნია რომ ვიყო რაღაცა რომ თუ მკითხავენ და ესეთი რეზო დოდუაშვილს მანუჩარმა შეიძეს ცნობილი ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია ჩივაძე და ასე შემდეგ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გაბელია რამდენი გინდა როგორ შეიძლება სკოლა ქონდეს ფეხბურთის აკადემია და ჩივაძე ამ გრანდებთან ჩივაძე არ მოიწვიო აი ამ სასწაულია კაცო დაცვა რამე არ მიდიოდა და მოდიოდა ბატონ რეზოს რო უყარს სასწაული ბურთები გაქონდა დაცვის ამიტომ უნდა მიცია ამათ ყოველგვარი ამოფარე პირდაპირ ხელშეკრულება ის რაღაცები კი არ უნდა მოთხოვა ისი მომიტანე ეს მომიტანე აკადემია შექმნეს ახალი აკადემია არ დავალიანება არაფერი არა პირდაპირ აიღე გაუფერდა ხვალვე დაუძახე ბატონ მანუჩარი დავაი დაიწყეთ ახლა რეზო წავა 2-3 წუთნას აიყვანს იგივე ჩივაძე იქნება თუ ვიღაცა თუ ქეთაშვილი თუ გაბელია თუ სხვადასხვა აიყვანს მანუჩარი მიუჯდება საკონფერენციო დარბაზს ჩართავს იმას და არჩევს ბავშვებს აი შენ ნახე არასწორად იდექი აი შენ არასწორად დაარტყი პოზიცია არ შეიჭრა და ასე შემდეგ ამას გაურჩევს ყველაფერს აი ესეთ ხალხს
ვაჟა ბერიძისაგან განსხვავებით პირდაპირ უნდა მიჩნდა. ვაჟა ბერიძეს მოთხოვა პირველ თარიღოსთან ფეხბურთელი ყოფილა მე-9 თუ 10 კლასში გაცოდა ლვოვის კარპატში გამოიძახეს. ერთხელ მოარტყეს. თელ ლვოვის კარპატზე და ოდესაში გამომიძახეს და მანუჩარმა ჩაიეძა. მანუჩარმა მთელი გუნდი ამას იძახოდა კაცო. და მეტრა ნახევრიდან რო დაარტყა და გულზე მოხვდა ვეღარა მოიწუთკე. მე თქვი აქ ჩემი ადგილი არ არის მეთქი რა. იგივე თქვა თენგიზ სულაქველიძემ კაცო ქუთაისის ტორპედოშიო რასაც ვარჯიშობდიო გასაგებია დინამოში რო ჩამოვიდი აქ სულ სხვა რაღაცა დავდა ახალკაცმაო კედელი გააკეთაო ხის კედელიო არა სტოპ მაგი აკუშიმება დიდი კედელი იყო ჩოლმერო ასაბა აკუშინის გადაჭრა არა მე შეაკეთეს ქუთაისში ეს ბატონრეზო ქუთაისში მარა იყო კი ეს არ ვიციო მე უნდა დავარტყავდა რომ მოbrunდებოდა გულით უნდა მემეყო 5 მეტრიდან 9 ქუთაისში იყო ასფალტი და ასფალტზე იყო იქ ცოტა ასფალტთან დაკავშირება მაგრამ მაინც არაფრობას ჯობდა კედელი მიარტყი მოარტყი გააჩერე და მაი კედელი ძანდით ამის აკეთებს სავარჯიშო კედელი ფეხბურთი ძალიან ბევრს ნიშნავს უნდა მასალა მუშაობ რომ დააწყაბოს უნდა მიიღო კედლის უკავო კაცი წვება რა ეძინება თუ დაიღალა თუ აი ეს არის უკვე მართლა ეგ ვეღარ გავიგე არა ძალიან უამაზოა ყველაფერს თავი რო დავანებ ვაიმე მაგაზე მეტი გავიდე რეზოლუცია ისე უკან რომ ავია ხელები უარესია არა ეს უარესია მე დაიღალა და ისენებს მეთქი ჩვენ გადაცემა მივახლოვდა დასასრულს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა სტუმრობისთვის და მე ვიმედოვნებ რომ თქვენ პირველ რიგში ამათ თქვენ უარს არ იტყვით ხოლმე ჩვენთან სტუმრობაზე შვენიერი შემიძლია ვთქვა რომ თქვენ იყავით თანაწამყვანი დღეს ისე როგორც ნებისმიერი მადლობა რა უნდა ეკონომისტი ვარ მაგრამ ამ ფეხბურთელებს ვასწავლე ფეხბურთს კაცო აბა მეტი რა შექმს არა ახლა მოდი საქართველოში ვერ ნახავ საქართველოში ვერ ნახავ დავდოთ ხელშეკრულება საჭერი მანუჩარ ბატონრეზო მე წინში არ გამიყვანდა არა ასე 4 ვარ კაც 4 მხრიდან აბა დავაი კოცნიც მე მოგაიხარეთ გაიხარეთ მოდი გადაწყვეტინეთ ბატონრეზო რაღაცას და გაიხარეთ